ბალტიის ზღვაში 8 ბალიანი ქარიშხლის დროს მგზავრები და ეკიპაჟი ესტონეთის მთავარი სამგზავრო ბორანის წინა ნაწილში ხმაურიან მეტალის დაჯახებას ისმენენ. ცივი ქარიშხლიანი სექტემბრის ღამეა და MS Estonia სახიფათო პირობებში იმყოფება. სწრაფი მოქმედება საჭირო, რომ მისი ჩაძირვა თავიდან ავიციოთ. მაგრამ კატასტროფის თავიდან აცილების გადამწყვეტი მომენტი გამოტოვებულია და წყალი იწყებს ხომალდში ჩახრას. გემი სწრაფად ივსება მეტი წყლით და სწრაფად იძირება გვერდულად, წყლის ხაზის ქვემოთ. მგზავრები ერთმანეთზე გადადიან, რომ გარე გემბანზე გააღწიონ. მცირე ნაწილი შეძლებს გადარჩენას. MS Estonia იყო საკრუიზო ბორანი, რომელიც 1980 წელს ფინური კომპანიის Reederei Absalestris Meyer Werftმა ააშენა პაპენბურგში, დასავლეთ გერმანიაში. 1980-იან წლებში და 80-იანი წლების დასაწყისში იგი სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოიყენებოდა საბორანე მარშრუტებზე ფინეთსა და შვედეთს შორის. 1986 წელს ერთ-ერთი მგზავრი გემზე მოკლეს. 1987 წელს კიდევ ერთი მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა მოხდა. 1993 წელს გემი Nordstrom's და Linz მიყიდეს, რათა S-Line სტალინისა და სტოკჰოლმის მარშრუტებზე გამოეყენებინათ. ეს იყო მისი ბოლო მარშრუტი. MS Estonia იმ დროს ესტონეთის ყველაზე დიდი გემი იყო და 2000 მგზავრის დევადობა ჰქონდა. მას ასევე შეეძლო თვირთის და მაქსიმუმ 460 ავტომობილის გადაყვანა. მას ჰქონდა 11 გემბანი, სადაც მგზავრებისათვის განკუთვნილი სივრცეები, პირველ, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე გემბანებზე იყო განთავსებული. ეკიპაჟი განთავსებული იყო მე-7 და მე-8 გემბანებზე, ხოლო მეორე და მესამე გემბნები ავტომობილებისა და თვირთისთვის იყო განკუთვნილი. Estonia იყო roll-on-roll-off ტიპის ბორანი, რომელსაც ავტომობილების შესასვლელი ცხვირის მხრიდან ჰქონდა. ცხვირი აშენებული იყო ზემოთ ამწევი ვიზორით და ჩამოსაწევი ავტომობილების პანდუსით, რომელიც ვიზორის შიგნით იყო მოთავსებული, როცა ის დახურული იყო წყალგაუნტარი დალუქვით. 1994 წლის 27 სექტემბერს 19:15 საათზე MS Estonia ტოვებს ტალინს, ესტონეთი და რეგულარულ რეისზე სტოკჰოლმის, შვედეთის მიმართულებით მიემართება. გრაფიკიდან ოდნავ ჩამორჩება, მაგრამ არავინ იცის რაიმე პრობლემის შესახებ. სტოკჰოლმში მისვლა დილით გრაფიკის მიხედვითაა ნავარაუდები. გემზე 989 ადამიანი იმყოფება. 803 მგზავრია ძირითადად შვედეთიდან. 186 ეკიპაჟის წევრია ძირითადად ესტონელები. რეალური რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო. გემი სრულად დათვირთულია და მცირედად მარჯვენა ბუენა ბორტზე იხრება თვირთის არასწორი განაწილების გამო. ქარიშხალი ახლოდება და ამინდი უარესდება. მოგვიანებით, როდესაც ქარი მერვე ბალის შტორმად გადაიქცევა, ქარის დაბერვები ძლიერია და ტალღები მაღალია. ცვიმს და ცივა. ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსია ცელსიუსით. ეს ამ დროს ბალტიის ზღვაში განსაკუთრებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს MS Estoniaისთვის პრობლემად იქცევა, ხალხი ამინდის გამო არ ღელავს. ყველა სამგზავრო ბორანი, რომელიც ამ რაიონში ზღვაში უნდა ყოფილიყო, ამინდის მიუხედავად გავიდა. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. შუაღამეა. MS Mariellas პირველი თანაშემწე, რომელიც ახლომდებარე ბორანია, ესტონიის სიჩქარეს დაახლოებით 14.2 კვანძა დაფიქსირებს. კიდევ ერთი ახლომდებარე ბორანის, MS Silja, ევროპას ოფიცრები ასევე აფასებენ მის სიჩქარეს 14-დან 15 კვანძამდე. ზოგიერთი მგზავრი შეშფოთებულია, რომ გემი ძალიან სწრაფად მოძრაობს შტორმის პირობებში. ზოგიერთი მგზავრი ზღვის ავადმყოფობით იტანჯება, სხვები კი გემის შესაძლებლობაზე ღელავენ, გაუმკლავდეს ასეთ პირობებს. MS Estonia მაინც აგრძელებს გზას. 01 საათზე ამინდი კვლავ რთულია. ქარის სიჩქარე 33-დან 46 მილი საათში. ეს ბოპორტის სკალაზე 7-დან 8 ბალამდე ძალას შეესაბამება. ტალღების სიმაღლეც კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია. ტალღები 4-დან 6 მეტრამდე აღწევს. 0.100-ზე ესტონია-თურქუს არქიპელაგის გარეუბნებში იმყოფება. ზოგიერთი მგზავრი გემის ბარებსა და რესტორნებშია, ან დისკოთეკაზე იმყოფება. სხვა მგზავრები თავიანთ კაიუტებში არიან, რადგან დაღლილები ან ზღვის ავადმყოფობით არიან. პირველი ნიშანი იმისა, რომ რაღაც მოხდა, ისმის მაშინ, როცა გემის ცხვირში ძლიერი ხმაური და შემაშფოთებელი მეტალის ხმა გაისმის. მიჩნეულია, რომ ეს ხმა გამოწვეული იყო მძიმე ტალღის მიერ, რომელიც გემის ცხვირის ვიზორს დაეჯახა, მაგრამ გაურკვეველია, დაზიანდა თუ არა გემი. ამ მომენტში ხიდზე მყოფ კაპიტანს Arvo Andersons ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ კატასტროფა თავიდან აიცილოს. თუ ის დაავალებს გემის სიჩქარის შემცირებას, წყალი წინა მხრიდან აღარ შემოიჭრება.
თუ ის დაავალებს გემის ვიზორისა და რემპის სათანადო შემოწმებას, აღმოაჩენს, რომ ისინი სერიოზულად დაზიანებულია. ამის ნაცვლად, ვიზორისა და რემპის ერთადერთი შემოწმება, რაც ტარდება, არის ინდიკატორი ნათურების გადამოწმება, რომლებიც აჩვენებს რემპის გახსნას ან დახურვას. შემოწმება არაფერს ავლენს და ეკიპაჟი ფიქრობს, რომ ყველაფერი რიგზეა. გემი ინარჩუნებს სიჩქარეს 14 კვანძზე მეტრზე. შემდეგი 10 წუთის განმავლობაში გემის მგზავრები და ეკიპაჟი კიდევ უფრო მეტ ხმაურს ისმენენ გემის ცხვირის ნაწილში. გემის ვიზორის საკეტები შტორმის ტალღების ზეწოლის ქვეშ წყობრიდან გამოვიდა. ვიზორი გემის დანარჩენი ნაწილისგან გამოეყო და მის უკან მდებარე რამპა ნახევრად გახსნა. ვიზორი და რამპ იმ წერტილებში წყდება, რომლებიც ხიდზე ღია ან ჩაუკეტავი მდგომარეობის გაფრთხილებას არ იწვევს. პრობლემა ინდიკატორის ნათურებზე არ აისახება. პირველი მეტალის ხმაური, ყველაზე მეტად სავარაუდოდ, ვიზორის ქვედა საკეტის მწყობრიდან გამოსვლის ხმაა. შემდგომი ხმები გამოწვეულია ვიზორის გემის კორპუსზე ბრახუნით, როცა ის ღია და დახურულ მდგომარეობაში ირხევა. გემი კი მძვინვას მოძრავ წყალს იმოძრავებს. გემი საშიშად დაუცველია ცხვირიდან შემომავალი წყლის მიმართ და არანაირი ზომა არ არის მიღებული. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ეკიპაჟი კვლავაც ვერ აცნობიერებს განვითარებულ მოვლენებს. ხიდზე მყოფ ეკიპაჟს თავისი პოზიციიდან ვიზორის დანახვა არ შეუძლია. შიდა პანდუსზე ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს რეობს, მაგრამ ხიდზე არსებული მონიტორი არ ჩანს იმ სამეთაურო პოსტიდან, სადაც ეკიპაჟი იმყოფება. ეკიპაჟს არ შეუძლია დაინახოს, როგორ უარესდება სიტუაცია. 0.1.15-ზე ვიზორზე არსებული დანარჩენი საკეტებიც მწყობრიდან გამოდის და ვიზორი მთლიანად იხსნება გემიდან. როდესაც ის მთლიანად წყდება და უკან მდებარე სატვირთო პანდუსსაც გლეჯს. გემში წყალი სწრაფად შედის, რის გამოც გემი მაშინვე 15 გრადუსით მარჯვნივ იხრება. ესტონია ჩაძირვას იწყებს. ვიზორისა და რამპის ზღვისკენ გახსნის შემდეგ, წყალი ესტონიის სატრანსპორტო გემბანზე იღვრება. როგორც rule on, rule off ტიპის ბორანი, ესტონია განსაკუთრებით დაუცველია გადაბრუნების მიმართ. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი რაოდენობის წყლის არსებობა ფართო, ღია სატრანსპორტო საშუალებების გემბანზე კატასტროფას ნიშნავს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სატრანსპორტო გემბანს შეუძლია დიდი მოცულობის წყლის შენახვა, ეს ასევე გამოწვეულია იმით, რასაც თავისუფალი ზედაპირის ეფექტი ეწოდება. ეს მაშინ ხდება, როდესაც წყლის მორევი მოძრაობა დიდ ღია გემბანზე ხელს უშლის ნავის უნარს, სწორად დადგეს ტალღაზე გადახრის შემდეგ. ესტონია იტანჯება ამ თავისუფალი ზედაპირის ეფექტისგან და სწრაფად იღებს მეტ წყალს. წყლის დონე სწრაფად იზრდება და გემი კიდევ უფრო იხრება. ის სწრაფად იძირება წყლის ხაზის ქვემოთ და გემის მგზავრებს შორის იწყება სასოწარკვეთილი ბრძოლა გადარჩენისთვის. მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვთ, რომ გემიდან გაიქცნენ. როდესაც გემი იხრება, კიბეები სავსეა მგზავრებით და ასეთ მკვეთრ კუთხეზე გემზე გადაადვილება ძალიან რთულია. ავეჯი და აღჭურვილობა მგზავრებზე ეცემა და მათ გემში ამწყვდებს. კედლები იატაკებად იქცევა, რის გამოც შეუძლებელია გაიგო, რომელი გზაა გასასვლელი. მგზავრები პანიკაში ვარდებიან და გაქცევისთვის იბრძვიან. ზოგი იყინება და იმავე ადგილას რჩება, არ იცის რა გააკეთოს. სხვებს ვერ შეუძლიათ გადალახონ გადაჭედილი კორიდორები. ეკიპაჟის ბევრი წევრი ცდილობს მგზავრების გადარჩენას. ისინი ქმნიან ადამიანურ ჯაჭვებს, რათა ციცაბო გადასასვლელებში ერთმანეთი ამოიყვანონ. თუმცა, მხოლოდ ცოტას შეძლებს საბოლოოდ ზედაპირზე გამოსვლა. ხიდზე მყოფი ეკიპაჟი ცდილობს სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. ღამის 1 საათისა და 20 წუთზე, როდესაც ესტონიაზე გადარჩენისთვის ბრძოლა მძაფრდება, ეკიპაჟი საბოლოოდ განგაშს ტეხს. გემის საჯარო განცხადების სისტემით 7 ქალის ხმა ესტონურად აცხადებს. განგაში, გემზე განგაშია. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ მოყვება ეკიპაჟისთვის განკუთვნილი შიდა განგაში. 1 წუთის შემდეგ გაისმის საერთო საგანგებო სიგნალი. 0:22 საათზე გემის ეკიპაჟი ცდილობს გადმოსცეს Mayday სიგნალი, მაგრამ ვერ ახერხებს მკაფიო შეტყობინების გადაცემას. ევროპა, ესტონეთი. სიცილია, ევროპა, ესტონეთი. ესტონეთი, ეს სიცილია, ევროპა. პასუხობ არხზე 60. Mayday ზარი სტანდარტულ ფორმატს მიხვება, რათა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაადგინოს. Mayday, ხომალდის სახელი, მდებარეობა, საგანგებო სიტუაციის ხასიათი და ბორტზე მყოფი ადამიანების რაოდენობა. ესტონია. Mayday. თუ ეს ინფორმაცია ცემბუ გადაიცემა 16 არხზე, მაშინ ახლომდებარე ყველა ხომალდი ზუსტად გაიგებს, რამდენად სერიოზულია სიტუაცია,
და როგორ უნდა იმოქმედონ. ესტონია, სიცილია, ევროპა, მაიდეის იძახებ. თუ ამ ინფორმაციიდან ნაწილი აკლია, რეაგირება შეიძლება არ იყოს შესაბამისი სიტუაციის სერიოზულობასთან, ან შეიძლება დაგვიანდეს დამატებითი ინფორმაციის შეგროვებისას. ჰეი, ესტონია, რა ხდება? შეგიძლია უპასუხო? ესტონია უკავშირდება MS Silja ევროპაზე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეკიპაჟთან კონტაქტს ამყარებს, ესტონიის რადიოოპერატორი ამბობს სიტყვას Mayday. MS Silja, ევროპის რადიოოპერატორი. უფროსი მეზღვაური ტიო საპელინი პასუხობს ინგლისურად. ესტონია, შენ იძახებ Maydays? ამის შემდეგ ესტონიის მესამე მეზღვაურის ანდრეს ტამესის ხმა ისმის ესტონიაზე და საუბარი ფინურ ენაზე გრძელდება. მესამე მეზღვაური თამესი ამბობს, რომ გემი 20-30 გრადუსით არის გადახრილი, მაგრამ მათ ელექტროენერგია დაკარგეს და ვერ შეძლებს მყისიერად თქვას მათი მდებარეობა. ეს აფერხებს სამაშველო ოპერაციას და გემზე მყოფი 989 ადამიანისათვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. მათი სტანდარტული სანავიგაციო სისტემები არ მუშაობს. ერთადერთი რაც მუშაობს არის GPS, რომელიც გემის მდებარეობას აჩვენებს, თუნდაც სრული გათიშვის პირობებში. მაგრამ ის გემის ხიდის მარჯვენა ბორცზეა, სადაც მისვლა რთულია, რადგან გემი ძლიერად არის გადახრილი. რამდენიმე წუთის შემდეგ თეიმზი ესტონიაზე ახერხებს მათი მდებარეობის გადაცემას, უფროს მეზღვაურ საპელინისთვის სილია ევროპაზე. ან ხიდზე ელექტროენერგია ბრუნდება, ან ვინმე ხიდზე, შესაძლოა თეიმზი ახერხებს GPS-მდე ჩასვას. ესტონია საბოლოოდ გადასცემს თავის მდებარეობას რადიოთი MS Silja ევროპას, მაგრამ მათ საგანგებო გადაცემაში ჯერ კიდევ აკლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეხლა მათ აცნობეს თავიანთი მდებარეობა და აღნიშნეს, რომ გემი 20-დან 30 გრადუსამდე იხრება. მახლობლად მყოფი გემები მიხვდებიან, რომ ეს ცუდია, მაგრამ თეიმს ჯერ არ გადაუცია, რამდენად მძიმეა მდგომარეობა, რომ გემზე 989 ადამიანი იმყოფება და გემი სწრაფად იძირება. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ თეიმზი შოკშია. მას მოუწევს თავისი ინსტინქტის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ დატოვოს ჩაძირული გემი, მაგრამ ის რჩება თავის პოსტზე. გემის ქვედა სართულზე მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. გემის შიგნით წყლის დონე მათულობს. მას შემდეგ, რაც გემი გადაიხრება, ზღვის წყალი შემოდის მგზავრების კაიუტების ფანჯრებიდან და მე-6 სართულის დიდი ფანჯრებიდან. წყალი ჩაედინება ჯერის პანელებიდან, კიბეებიდან და დერეფნებიდან, როცა გემი კიდევ უფრო მეტად გადაიხრება მარჯვენა მხარეს. ტალღები გადაევლება იმ გემბანებს, რომლებიც ჯერ კიდევ წყალში არ არის ჩაძირული. წყალი სწრაფად მიედინება ქვედა გემბანებზე. მგზავრები ებრძვიან წყლის ნაკადებს, რომელიც გადახრილ დერეფნებსა და კიბეებში მიედინება, რათა გარე გემბანზე მოხვდნენ. ისინი ებრძვიან წყალსა და ხალხის ბრბოს გადაჭედილ დერეფნებში. ადამიანები მთელ გემზე გაჭედილები არიან. მეტი ფანჯარა ვეღარ უძლებს მძაფრ თალღებს. 01:30 საათისთვის გემი 60 გრადუსით გადახრილია. ასობით მგზავრი წყლის ხაზის ქვემოთაა გაჭედილი. 01:30-ის შემდეგ ესტონია აგზავნის თავის ბოლო რადიო მესიჯს ფინურად. ძალიან ცუდია, ეხლა ყველაფერი ძალიან ცუდად გამოიყურება. 01:50 საათზე ესტონია ისევ მარტოია და 80 გრადუსითაა გადახრილი. შემდეგ იგი წყლის ხაზს ქვემოთ იძირება და ქრება მიმდებარე გემების რადარის ეკრანებით. ის იძირება საერთაშორისო წყლებში, უთოს კუნძულიდან დაახლოებით 22 საზღვაო მილის დაშორებით, ფინეთის სანაპიროსთან და ჩერდება ზღვის ფსკერზე 80 მეტრის სიღრმეზე. ამასობაში მაშველები ჯერ კიდევ გზაში არიან, ხოლო გადარჩენილები ბალტიის ზღვის ყინულოვან წყლებში მიცურავენ. მათგან ვინც გაქცევას ახერხებს, მესამედი ჰიპოთერმიით იღუპება მანამდე, სანამ მაშველები მივლენ. გადარჩენილები სამაშველო ტიუებში გარდაცვლილთა სხეულებს ეჭიდებიან. სასოწარკვეთილები ძებნა სამაშველო ოპერაციებს თურქუს საზღვაო სამაშველო კოორდინაციის ცენტრი ახორციელებს. ბალტიის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზაა, სადაც ნებისმიერ დროს დაახლოებით 2000 ხომალდი მოძრაობს. სამაშველო გეგმები ახლო მდებარე ბორანებსა და ნავებს ეყრდნობა დახმარების გასაწევად. ვერტმფრენებით შეიძლება გაიგზავნოს გადარჩენილების საძიებლად. ეს სქემა მუშაობდა იმ შედარებით მცირე რაოდენობის ჩაძირვის შემთხვევებზე, რაც ბალტიის ზღვაში ამ დღემდე მომხდარა. წინა ჩაძირვებისას მგზავრთა მცირე რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუწყო გადარჩენას, მაგრამ ესტონია სწრაფად იძირება და ბორტზე 189 ადამიანი იმყოფება. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ MS Mariela Bands ატყობინებს თურქუს სამაშველო კოორდინაციულ ცენტრს.
My-Day ზარი კონკრეტულად სიცოცხლისთვის საშიშ საგანგებო სიტუაციას ნიშნავს, რომელიც დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, ხოლო პანი სიტუაციის სიმძიმეს არ ასახავს. ის გამოიყენება მაშინ, როცა გემს დახმარება სჭირდება და სიტუაცია სასწრაფოა, მაგრამ სიცოცხლეს უშუალო საფრთხე არ ემუქრება. როდესაც ესტონია იძირება, თურქულ სამაშველო კოორდინაციის ცენტრს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია My-Day ზარი ესტონიიდან. ეს ყველაზე მეტად იმიტომ ხდება, რომ ესტონიას თავდაპირველი My-Day ზარი ძალიან ნათელი არ იყო. თუ ისინი მკაფიოდ განაცხადებდნენ My-Day ზარს, რომ იძირებოდნენ 989 ადამიანთან ერთად და მიუთითებდნენ საკუთარ მდებარეობას, მაშინ ამ რაიონში მყოფი გემები მაშინვე გაიგებდნენ სიტუაციის სიმძიმესა და მასშტაბს. 2.12-ზე მარიელა არის პირველი 5 ბორანიდან, რომელიც შემთხვევის ადგილს მიაღწევს. ისინი აფასებენ სიტუაციას და 2.30-ზე საბოლოოდ ცხადდება სრული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მარიელა ვერ უახლოვდება შემთხვევის ცენტრს. ბნელა და ისინი ვერ ხედავენ წყალს ნათლად. თუ ისინი ეპიცენტრში შევლენ ძრავით, არსებობს რისკი, რომ გადარჩენილებს პროპელერი დააზიანებენ. 03:05 საათზე. მარიელა თავის ღია სამაშველო ტივებს ზღვაში უშვებს. 13 ადამიანი ესტონიის სამაშველო ნავებიდან წარმატებით გადაჰყავ მარიელაზე. ეს ადამიანები სხვა სამაშველო ნავების მდებარეობას ატყობინებენ მარიელას ეკიპაჟს, რომლებიც ამ ინფორმაციას გადასცემენ ვერტმფრენის ეკიპაჟებსა და სხვა გემებს, რომლებიც გზაში არიან. ორი ფინეთის სასაზღვრო დაცვის ვერტმფრენი, სუპერ პუმა და აუგუსტა ბელი იწყებენ გზავრების წყლიდან გადარჩენას. გადარჩენის პროცესში ამ ვერტმფრენებს იძულებული ხდებათ დასხდნენ სამაშველო ოპერაციაში ჩართული ბორანების გემბანებზე. სუპერ პუმას პილოტები აცხადებენ, რომ ბორანებზე დაჯდომა რთული და სახიფათოა. მიუხედავად ამისა, მისი ვერტმფრენი წყლიდან 44 ადამიანს გადაარჩენს. MS იზაბელა გემის სამაშველო სასრიალოთი 16 ადამიანს გადაარჩენს. საერთო ჯამში სამაშველო ოპერაციის დროს 127 სიცოცხლე იხსნება. ნანგრევებიდან მხოლოდ 84 ცხედარი ამოიღეს. საერთო ჯამში 842 სიცოცხლე დაიკარგა. მგზავრთა სია მიუთითებს, რომ შესაძლოა კიდევ 69 მგზავრი იყო, რომლებიც არ არიან აღრიცხული. ასე რომ იმ ღამეს შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაღუპულიყო. ეს არის ევროპის ყველაზე მძიმე საზღვაო კატასტროფა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. MS ესტონიის ჩაძირვამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბორანების უსაფრთხოებაზე. ზუსტად ისე, როგორც RMS Titanic-ის შემთხვევაში, 1912 წელს ბორანებზე შეიცვალა ზოგადი უსაფრთხოების და სამაშველო ნავების რეგულაციები. შეიცვალა მორიგეობის სტანდარტები. ყველა EPIRB, ან საგანგებო პოზიციის მაჩვენებელი რადიოშუქურა, ახლა ავტომატურად უნდა ამოქმედდეს. ესტონიის შემთხვევაში ისინი ხელით უნდა გააქტიურებულიყო და ეს არ მოხდა. თუ ისინი ავტომატურად გააქტიურდებოდა, მაშინვე ნათელი იქნებოდა, რომ გემი გასაჯირში იყო და მისი მდებარეობაც ზუსტად იქნებოდა ცნობილი. ასევე შემოიღეს ახალი რეგულაციები სამაშველო ტივების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია გადახრილი გემებიდან რთულ წყლებში გადარჩენისთვის. როგორც უმეტეს უბედურ შემთხვევებში, მოვლენების ჯაჭვი დაიწყო სერიოზული ინციდენტით, რომელიც მაშინვე ვერ ამოიცნეს. როდესაც პირველი ვიზორის საკეტი წყობრიდან გამოვიდა, მხოლოდ ინდიკატორის ნათურა შეამოწმეს. ეკიპაჟმა ფიზიკურად არ გადაამოწმა გემის მთლიანობა. იმ მომენტში მათ შეეძლოთ შეეჩერებინათ გემის წინა ნაწილით შტორმში შესვლა. თუ ისინი უკუსლით შევიდოდნენ ძიმე ამინდში, მაშინ წყალი არ შევიდოდა გემბანზე და გემი სტაბილური დარჩებოდა. როდესაც ეს შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, ინციდენტის სიმძიმე და მდებარეობა მკაფიოდ არ გადაეცა My-Day-ს ზარით. შემდეგ ახლომდებარე გემიდან გადაიცა ფანზარი, რაც მხოლოდ ამცირებს ინციდენტის მნიშვნელობას. MS ესტონიის მესამე თანაშემწე ოფიცერი ანდრეს თამესი, რომლის ხმა My-Day-ს ზარზე მოვისმინეთ, გემთან ერთად ჩაიძირა. მაშინაც კი, როცა ევროპის უდიდეს საბორანო კატასტროფაში 852 ადამიანი დაიღუპა, ეს რიცხვი ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რამდენი ადამიანი დაიღუპა დონჯა პასზე. ამ ამბის ბმულს აქ დაგიტოვებ.